მოგესალმებით. დღეს მე მინდა გესაუბროთ დღევანდელი კლინიკური სიტუაციის გარშემო. დღეს ჩვენი პაციენტი არის 4 წლის დანიელი. მას დაუდგინდა დიაგნოზი ადრეული ასაკის ბავშვთა გარიესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში დანიელს 4 წლის ასაკში დაზიანებული აქვს 14 სარძევე კბილი, რაც განაპირობებს მისი ღეჭვის და მეტყველების ფუნქციის დარღვევას, აწუხებს პერიკულად წამოთკიებები, დარღვეული აქვს ძილის სრულფასოვანი პროცესი, შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ბავშვის დაგამვითარებაზე და მისი ცხოვრების ხარისხზე. ჩვენ დავგეგმეთ დანიელის მკურნალობა ზოგადი ანესთეზიის, ანუ ნარკოზის ქვეშ. ეს გახლავთ ყველაზე უსაფრთხო და აპრობირებული მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში აღვადგინოთ დანიელის პერისუს ჯანმრთელობა, ჩავატაროთ სრული სანაცია და პერისუს რეაბილიტაცია. ოპერაციამ შვიდად და წარმატებულად ჩაიარა, როგორც ველოდით, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ბავშვი უკვე კარგად არის, დღესვე ბრუნდებით სახლში, არანაირი დისკომფორტი არ აქვს ბავშვს, ტკივილიც გაუქრა. უღრმესი მადლობა ამერიკულ ჰოსპიტალს და ბლინც დენტალს, ასევე ექიმ ლიკა მანიას.